დღის მთავარი პოლიტიკური მოვლენა 4 თვის წინ დაანონსებული ცვლილება მინისტრთა კაბინეტში. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ შეცვალა. გადაწყვეტილების გამო მთავრობის მეთაური კრიტიკის ობიექტი გახდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც პრემიერის არჩევანი გააკრიტიკა, დღეს თავად თინა ხიდაშელი იყო. ყოფილი მინისტრი ცვლის, რომ პრემიერმა შეცდომა დაუშვა. მართველი გუნდი კი არჩევანით კმაყოფილია. რა გეგმა აქვს ახალ მინისტრს, რომელმაც არსებული გამოწვევების ფონზე ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო უწყება ჩაიბარა. გურამ როგავა დეტალებით. ჩვენი ქვეყნის თავდაცვა, შეერაღებული ძალები, ქართული ჯარი ყოველთვის იქნება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი. წარმატებას უსურვებ ახალ მინისტრებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ქვეყნის თავდაცვის სამსახურში ლევან იზორია ამბობს, რომ ახალი გამოწვევისთვის მზად არის და რეფორმების გაგრძელების პირობას დებს. ჩვენ გავაგრძელებთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. ლევან იზორიას სახელი და გვარი საპოლიციო სისტემას უკავშირდება. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი იყო 2004 წელს. 2009 წლიდან ალასანიას გუნდს შეუერთდა და 2012 წელს ჩხოროწყუს მაჟორიტარობისთვის იბრძოდა. ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ამ დრომდე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. იზორიას გვარი რამდენიმე გახმაურებულ სკანდალშიც მოხვდა. ის არაერთხელ დაადანაშაულეს ნეპოტიზმში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მისი მუშაობის პერიოდს ეგრეთ წოდებული ნარუშილოკების სკანდალიც უკავშირდება. მაშინ ოპოზიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იზორიას ძმა უკანონოდ ფლობდა ეგრეთ წოდებულ სპეციალურ საშუს, რომელიც სხვადასხვა პრივილეგიისთვის გამოიყენება. ფაქტი მოგვიანებით თავად იზორიამაც დაადასტურა. ლევან იზორიას გადანაცვლება უშიშროების სისტემიდან თავდაცვის მინისტრის სავარძელში ერთ-ერთმა პირველმა წინამორბედმა გააკრიტიკა. თინა ხიდაშელმა თქვა, რომ ეს პრემიერის შეცდომაა და ცუდი ტენდენციის მანიშნებელია. რატომ არის აკრძალული, რომ თავდაცვის მინისტრი იყოს სამხედრო მაგალითად და ეს არ არის რაღაცა ესეთი მაინც და მაინც ასეთი ტიპის ვარსკვლავები რო არ უნდა ეკეთოს, ეს არის სამოქალაქო უწყება. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის ქვეყნის შიგნით, როდესაც ჯერ ალასანია სამოქალაქო პოლიტიკოსი გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. იზორია თავდაცვის უწყებაში სავარაუდოდ ხვალმივა უკვე ყოფილი მინისტრი კი თანამშრომლებს დღეს დაემშვიდობა. წავიდა, თუმცა პირობა დადო, რომ დაბრუნდება. იმედი მაქვს, ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ ერთად გაწეული შრომის შედეგად შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო მცირედით მაინც უკეთესია. ცოტა მეტად მაინც გაძლიერდა და განვითარების მეტი პერსპექტივა გაუჩნდა. მივდივარ რწმენით, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება. ხიდაშელის მინისტრობის ერთი წელი უწყებაში გატარებული რეფორმების პარალელურად პოლიტიკური დაპირისპირებებითაც გამოირჩეოდა. განსაკუთრებული რეზონანსი მოყვა საგარეჯოს არჩევნებს, სადაც მინისტრი ხმების დათვლის პროცესში მონაწილეობდა. ხიდაშელი ამის გამო არჩევნების გაყალბების მცდელობაში კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა გოგი თობაძემ ღიად დაადანაშაულა. ბრალდებებისა და სამოქალაქო სექტორის მიმართვის საფუძველზე კი პროკურატურამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიებაც კი დაიწყო.